ადამიანის გული შვებას მხოლოდ იქ გრძნობს, სადაც მისი შემოქმედი ზეციური მამაა. საქმე იმაშია, რომ ადამიანისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ურთიერთობები, როგორც ყველაფერი დანარჩენი, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ქრისტეში უნდა ხდებოდეს. ქორწინებაში ურთიერთობას იმხელა ძალა და სიყვარულის ცეცხლი აქვს, რომ ადამიანის მიერ გაკეთებული ყველა საქმე მისგანაა განპირობებული. როდესაც შენი მეორე ნახევარი გიყვარს, არავინ მოდის და გეუბნება, რომ ეს შეიძლება და ეს არ შეიძლება. შენ თავად წყვეტ ამას. სიყვარულის ბუნება გასწავლის, რა გააკეთო და რა არ გააკეთო. ამგვარად ეს ურთიერთობას, როდესაც იგი ქრისტესთან ჩვენი მარადიული ქორწინების ჭრილში განიხილება, სიწმინდეს იძენს. ადამიანი ამ გზით თავის პირველ სახეს, ღმერთს ბაძავს და მისი თანაშემოქმედი ხდება და სამყაროში ღმრთის ხატი, ახალი ადამიანი შემოჰყავს.